დახმარებისათვის მადლობას ვუხდით ყავის სახლს Rio Arabica. 45 წლის წინ საქართველოს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. 1956 წლის 30 დეკემბერს ცისფერი ეკრანიდან ქართული სიტყვა გაისმა და ქართული სახეები ვიხილეთ. დაიბადა ტელევიზია და იმთავითვე სადისკუსიო თემად იქცა. რა იყო იგი? მეცნიერება, ხელოვნება თუ საინფორმაციო საშუალება? ამ კითხვაზე პასუხის პოვნა დღემდე ძნელია. ცხადია, რომ ტელევიზიამ ჩვენს ყოველდღიურობაში ძალიან დიდი ადგილი დაიკავა. ქართულ ტელევიზიას საკმაოდ მრავალფეროვანი ისტორია აქვს. ამ ისტორიას თავისი გმირები ყავს. ერთ-ერთი მათგანი ჩვენი სტუმარი, ქალბატონი ჟანეტა არჩვაძე გახლავთ. მან თავის კოლეგებთან ერთად ჩამოაყალიბა ქართული ტელევიზიის სახე. ის არასოდეს დაავიწყდება იმ პატარა ადამიანებს, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ ცეროდენას ეკრანის ანთებას, როცა ფისოსა და ყურშასთან ერთად ჟანეტა დეიდაც გამოჩნდებოდა და ნახატ ფილმს შესთავაზებდა. მაშინდელი ტელეწამყვანები თუ დიქტორები საზოგადოებისათვის ქცევის, ჩაცმის, მეტყველების მაგალითს წარმოადგენდნენ და მათ რიცხვში იყო საქართველოს სახალხო არტისტი, მშვენიერი ქალბატონი ჟანეტა არჩვაძე. მან კამერის წინ 4 ათეული წელი გაატარა. მისგან ყოველთვის ღრმა ინტელექტი და საოცარი სითბო მოდიოდა. დღევანდელი ტელეწამყვანებისაგან განსხვავებით ჩვენს რესპონდენტს ეთერში არასოდეს დაუფიქსირებია თავისი სახელი და გვარი. ამის მიუხედავად მისი ხმის გაგონება ან ერთი თვალის მოკვრაც საკმარისი იყო, რომ ქალბატონი ჟანეტა არჩვაძე ყველას ეცნო. ასეთი პატივი კი ალბათ ნებისმიერი ტელეწამყვანისათვის სანადრევია. ქალბატონი ჟანეტა დღეს პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა და თაობებს იმ საოცრებას აზიარებს, რასაც ჭეშმარიტი ტელევიზია ჰქვია. ამბობენ სტატისტიკოსები თვლიან, რომ ბალზაკმა 15,000 ფინჯანი ყავა შესვა, როცა ადამიანურ კომედიას წერდაო სერიალს და სხვათა შორის ბახს დაუწერია კიდევ ყავის კანტატა. ძალიან ყვარებია ყავა. ქალბატონი ჟანეტა, ძალიან მიხარია, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდებით. იმდენად რამდენადაც ახლოა თარიღი, როცა ტელევიზიის დაარსების, ქართული ტელევიზიის დაარსების 45 წლისთავი უნდა აღნიშნოთ. დღევანდელი გადასახედიდან როგორ მოსჩანს ის დრო, როცა ჩვენთან იბადებოდა ტელევიზია? არა მარტო ტელევიზია მოჩანს სხვანაირი ამ გადასახედიდან, საერთოდ ცხოვრება, საერთოდ ჩვენი ყოფა, ყველაფერი შეიცვალა და ყველაფერი რა თქმა უნდა. მაგრამ რა არის იცით? აი ტელევიზია, თეატრი, საერთოდ რადიო, ყველაფერი ეს ხომ ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ცნობიერებაზე. და ესე იგი, აი მაშინ სულ სხვა პრობლემები იდგა და ალბათ სხვანაირად მოიაზრებოდა მისი როლი, ტელევიზიის როლი ადამიანების ცნობიერების ჩამოყალიბებაში. დღეს კიდევ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ამიტომ ალბათ ტელევიზიის როლიც კი არ შემცირებულა, მაგრამ რაღაც ერთი პრობლემა თუ ჩამოცილდა, გაჩნდა 2-3 და შეიძლება უფრო მეტიც. დღეს ძალიან ინტენსიურად იყენებენ ტერმინს ტელევარსკვლავი. თქვენ ალბათ ბავშვობისას ვერ წარმოიდგენდით, რომ ტელევარსკვლავი გახდებოდით. მით უმეტეს, რომ მაშინ არ იყო ტელევიზია. დამოუკიდებლობის დეკლარაცია ძალიან ადრე გამოვაცხადე. არ გაგიკვირდეთ 6 წლის ასაკში, როდესაც საბავშვო ბაღიდან გავიპარე სკოლაში. ასაკის მიხედვით არ მერგებოდა სკოლაში წასვლა და ჩემი ამხანაგები რო წაიყვანეს უფროს კლასელები, მე საშინლად ავხშფოთდი და ერთ მშვენიერ დღეს რომ მომაკითხეს საბავშვო ბაღში, მე უკვე სკოლაში ვიეჯექი მერხზე. ბეჭითი ბავშვი ვიყავი სხვათა შორის, ხა ზოგი თავს იწონებს, რომ არ სწავლობდა კარგად, მაგრამ ხა ვერ დავიბრალებ იმას, რომ ორიანებს ვიღებდით. ნამდვილად სულ 5-ებზე სწავლობდი და სკოლას მედალზე დავამთავრე. გასაგებია, რომ ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში შემეძლო უგამოცდოთ ჩაბარება, მაგრამ ჩემთვის მხოლოდ ერთი გზა იყო თეატრალური ინსტიტუტი, მაგრამ ოჯახში დიდი წინააღმდეგობა იყო და ვერ ჩავაყარე იქ. აღმოსავლეთ მცოდნეობაზე, სპარსულზე უგამოცდოთ ჩამრიცხეს, რა თქმა უნდა. ერთი სემესტრი ვისწავლე სპარსულზე, მაგრამ შემდეგ როდესაც დარწმუნდნენ სახლში, რომ ნამდვილად ცოდვა ვიყავი და გამიშვეს ინსტიტუტში. თეატრალურ ინსტიტუტშიც ერთი გამოცდი, მხოლოდ მსახიობის ოსტატობა ჩავაბარე 5-იანზე, მაშინ აკაკი ხორავა იყო კომისიის თავმჯდომარე და ჩამრიცხეს. ინსტიტუტში მთავარი როლები ვითამაშე, ქალბატონი ლილი იოსელიანი იყო ჩემი რეჟისორი 2 წელი, ხორავასთან ვითამაშე მთავარი როლი, ლიდა პლატონ კრეჩეთში, შემდეგ ვასაძესთან,
განსხვავებული სახასიათო როლი და მე აი ამ წლებში, ინსტიტუტის წლებში მე უკვე რადიოში დავიწყე მიკროფონთან გავბედე და მისვლა კი. ლექსებს ვკითხულობდი, საბავშვო დადგმებში და გადაცემებში მონაწილეობდი და ასე რომ გაუშინაურდი უკვე მიკროფონს და შევიყვარე, იცით, შევიყვარე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 3 წელი ესტრადის მსახიობი ვიყავი. ნუ ესტრადაზე რა უნდა გამეკეთებინა, ვკითხულობდი ფელეტონებს, ღეროდი, ცეკვავდი და ყველაფერი ის რაც მოეთხოვება ესტრადის მსახიობს და შემდეგ წავედი მარჯანიშვილის თეატრში. ვითამაშე 2 როლი ნანაში, მარინა თბილელი შევცვალე ნანა ვითამაშე და ტასია რაც გინახავში. ნუ ისეთი პარტნიორები მყავდნენ მეჟორა შავგულიძე, ლენა ყიფშიძე თეატრში ხო ესე იგი ვარსკვლავთვენა იყო საოცრება. მაგრამ სამწუხაროდ თეატრში ჩემი კარიერა მალე დასრულდა მეუღლის და ტელევიზიის წყალობით. ტელევიზიის წყალობითაც, იმიტომ რომ ტელევიზია გაიხსნა, იყო კონკურსები, მე კონკურსებში მონაწილეობა არ მიმიღია, იმიტომ რომ თეატრში ვიყავი და კაკო ძიძიგურმა წამომიყვანა 3 თვის შემდეგ, 2 დიქტორი მიიღეს კონკურსის შედეგად და მე 3 თვის შემდეგ უკვე გადმოვბარგდი ტელევიზიაში, მით უმეტეს თეატრის მიმართ ჩემს მეუღლეს. ნუ პრეტენზია იმდენად ჰქონდა, რომ ვერ შეძლებ ტელევიზიას, თეატრს, ოჯახს, ბავშვებს და ამიტომ წამოვედი თეატრიდან. აუხდნენ ლოცნებად დარჩა კინო და თეატრი. კინოში მით უმეტეს მქონდა კინოსინჯები აბეზარაზე, საბუდარელ ჭაბუკზე. აბეზარაზე ლეილა იყვანის, მაგრამ მე მანქანის მართვა მაინც ვისწავლი, რომელიც შემდეგ გამომადგა ფუნიკულიორზე რომ დავდიოდით გადაცემებში, აი იქ მძღოლის და დიქტორის პროფესიას ერთმანეთს უთავსებდი. ყველას დავარიგებდი სახლში და მე მივდიოდი მე ასე რომ გამომადგა მაინც. არა მარტო თქვენი პროფესიული, არამედ ოჯახური ცხოვრებაც მთლიანად ტელევიზიას უკავშირდება. ჩემი მეუღლე და მე ტელევიზიამ დაგვაკავშირა და 40 წელი ჩვენ ვიყავით ერთად. 3 წელია შოთა არ არის, შოთა არჩვაძე და მირაბ ჯალიაშვილი პირველი გადაცემის ავტორები იყვნენ, რომელიც ეთერში გავიდა. შოთან ჩამოაყალიბა კინორედაქცია, შემდეგ ტელეფილმებში იყო სასცენარო განყოფილებაში ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გახდათ. ერთ-ერთი პირველთაგანი ტელევიზიის კაკო ძიძიგურთან ერთად ერთ-ერთი პირველი. სამწუხაროდ. ტელევიზიის გავლენით, აი ასე რომ ოჯახში საერთო ინტერესების სფერო, ოჯახში მხოლოდ ისმოდა მხოლოდ გადაცემა. შვილიც წავიდა ჟურნალისტიკაში, კახა ჟურნალისტია, 15 წელი. მოამბე მიყავდა ალიონი ნაშუა დღებს, ეხლა აჭარის ტელევიზიაშია. სამწუხაროდ ჩვენთან რეფორმები რო ჩატარდა, მოამბის ძველი წამყვანები, ახალმა თავმჯდომარემ აღარ ისურვა, ახალი სახეები უნდოდა და შემდეგ მიიწვიეს და წავიდა ბათუმში. მხოლოდ უფროსმა უღალატა ჩვენს ტელეოჯახს. ვასიკომ ქირურგია აირჩია, ქირურგიის კათედრის დოცენტია. მაგრამ ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს, ასე რომ იყოს იქ სადაც არის. ერთი ექიმი ოჯახს ნამდვილად ჭირდება, განსაკუთრებით ამ დროში. ნამდვილად ჭირდება ყველა ოჯახს ერთი ექიმი. თქვენ დროს თუ გაირჩეოდა ერთმანეთისგან დიქტორისა და წამყვანის ფუნქციები და საერთოდ როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს დიქტორი, წამყვანი? მე საინფორმაციო პროგრამა მოამბე კი მიმყავდა როგორც დიქტორს, მაგრამ მე სხვა გადაცემების წამყვანი ვიყავი, თითქმის თანაავტორი, იცით. ჩვენი ჟურნალისტები ჩვენ გვანდობდნენ იმას, რომ ჩავრეულიყავით გადაცემის აი მომზადების პროცესში. და ასე რომ თანაავტორი მე მაგალითად ვფიქრობდი, რომ ხშირად ჟურნალისტის ფუნქციასაც ვასრულებდი. ვარ კიდე ჟურნალისტთა კავშირის წევრი. დღეში ზოგჯერ 3 გადაცემა მიმყავდა და მახსოვს ერთხელ ჩვენი ყოფილი თავმჯდომარე ანტონ კელენჯერიძე მხვდება და მეუბნება ჟანეტა რა არის ახლა. აგერ ცეროდენას ეკრანში კატებთან და ძაღლებთან ნახა და მე მოამბე იწყება და იწყებ ასეთ საპასუხისმგებლო ინფორმაციის კითხვასო და მე ვთხარი ანტონ მე შეძლებს დაგვარად ვახერხებ რომ არ დაემთხეს ეს 2 გადაცემა, მაგრამ უცებ დიქტორი რო გახდება ვინმე აბათ
სასწრაფო დახმარებასავით მორბიან ჩემთან და ამიტომ მე მთხოვა ზოგჯერ თორემ მე კი ვიცი რომ არ შეიძლება ასეთი გადაცემების ერთდროულად წაყვანა. ერთმშვენიერ დღეს კიდევ ახმეტიდან ჩამოვიდა პატარა გოგონა სანათა ჯიმშიტაშვილი იყო ასეთი გოგონა ჟანიტა დედას შვილი უნდა გავხდეო გამოიპარა სახლიდან არ ვიცი ამ ბავშვს ეს საბავშვო გადაცემების ყურების დროს დაებადა ეს სურვილი ოჯახში მშობლებთან ჰქონდა კონფლიქტი თუ რა განაპირობა ასე მოგვედგა ტელევიზიაში 2-3 დღე მყავდა სახლში ეს ბავშვი დავარწმუნეთ გავაგზავნეთ ისევ ახმეტაში და მე ერთი კვირის შემდეგ მისი მშობლები ჩამოვიდნენ ჩემთან მადლობის სათქმელად რომ მე ბავშვი ასე არ დავტოვებ და როგორ დავტოვებდი ბავშვს ქუჩაში მე წამყვანებს ჟურნალისტებს იმავე მოთხოვნებს უყენებ რასაც დიქტორებს უყენებდნენ თავის დროზე აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ძალიან კარგი მეტყველება ხმა გარეგნობა ძალიან ნაკითხები უნდა იყვნენ იცით განათლებულები ცხოვრების ცოდნა და გამოცდილება სჭირდებათ ახალგაზრდებს განსაკუთრებით ეს წლების მანძილზე მოდის მაგრამ იუმორის გრძნობა კოლექტივში მუშაობის უნარი დამოკიდებულება ურთიერთობა ადამიანებთან ინგლისური გამოთქმაა ჩემი სახლი ჩემი ციხე-სიმაგრეა აი ამ ციხე-სიმაგრეს ერთმა ფრანგმა ფილოსოფოსმა დაცული ინტიმი უწოდა. აი, როდესაც შენ შემოდიხარ ოჯახში და არ ღვევ ამ ინტიმს, შენ უნდა გქონდეს ოჯახში შემოსვლის უფლება. ეკრანიდან არ უნდა მოდიოდეს აგრესია, არ უნდა იყოს წამყვანი ამბიციური. ყველა საზოგადოებაში შეიძლება აიტანო მეტი ჩარა ადამიანი, მაგრამ ეკრანზე აუტანელია. ეკრანზე აუტანელი იცით რატო იმიტომ ის თავს ახვევს თავის საზოგადოებას და თავის ნებას მილიონობით მაყურებელს ფართო მასებს ახვევს და აი ეს თავმდაბლობა აი ეს სისადავე იცით წამყვანის ეს აუცილებელია და ეს ადამიანური თვისება ძალიან ძნელია გარდაიქმნას ადამიანი როგორიც არის ის ცხოვრებაში ალბათ ეკრანიდანაც ეს აგრესია მოდის იცით ეს ძალიან მე იცით რა შეასაქმე როდესაც ასეთი არჩევანია ამდენი ტელეკომპანია, ამდენი არხია, გადართავს ამას სხვა არხზე. სანახაობა და ის მაშინ გინდა, როდესაც ის გამშვიდებს და გაწყნარებს, ხო? მხოლოდ ინფორმაცია ხო არ არის ტელევიზია, სანახაობაც არის. ეს სანახაობაც უნდა გაკეთდეს გემოვნებით. როგორ ფიქრობთ, როგორია ჩვენი ქართველი ტელემაყურებელი? მათი რეაქცია თქვენს გადაცემებზე როგორი იყო? მე ალბათ ამ 40 წლის მანძილზე რაღაც გავაკეთე იმისთან რომ ჩემი სიმდიდრე მხოლოდ ეს არის მაყურებლის სიყვარული მე არ შემიძლია ეს არ აღნიშნო იმიტომ რომ მე აქედანაც მინდა მადლობა უთხრა ჩემს მაყურებელს არ შეიძლება უმადური მე არ ვიქნები მე ამას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი და დღესაც ვგრძნობ თქვენი მოღვაწეობის ამ ხნის მანძილზე ალბათ დიდი სიხარულის გარდა ტკივილიც იქნებოდა დილის მორიგე ვიყავი და მიწეს უნდა გამოაცხადო გაგრა დაეცაო ბერლინი დაეცა მესმის მაგრამ გაგრა დაეცა ბერლინის დაცემა შევესწარი და ეს იყო დიდი სიხარული მაგრამ გაგრა როგორ გამოვაცხადო გაგრა და გამოვაცხადე რომ გაგრა დავთმეთ აი ეს ჩემი მორიგეობის საათებს და მე შემშურდება იმ ჟურნალისტის რომელსაც საპირისპიროს გამოცხადება მოუწევს მომავალში მე აფხაზეთთან დაკავშირებით კახა 16 სექტემბერს გადაღებაზე იყო კინოსახლში და იქედანვე სახელმწიფოს მეთაურს ჩაუსვეს თვითმფრინავში და გაფრინდა ისე სოხუმში რომ მე არც ვიცოდი და ეს სოხუმში მისი ყოფნის დღეები ამდენი ნერვიულობა და მე ჩვენ ჟურნალისტებს რომლებიც ჟიულის არტავას ახლდნენ მერაბ ბერაძე კახა ოპერატორები სოჩში რომ მიფრინავდნენ მოლაპარაკებებს თბური რაკეტა ესროლეს თვითმფრინავს და შემთხვევით გადარჩნენ და მე როგორ დამავიწყდება ის, როდესაც ვიჯექი ეკრანთან, ტელევიზორთან და რუსი დიქტორი აცხადებდა მოსკოვიდან, რომ თვითმფრინავი, რომელიც აი ის იყო ჩავარდა ზღვაში, იმ თვითმფრინავში იყვნენ ქართველი ჟურნალისტები. მე უყურებდი კადრებს და ვფიქრობდი, რომ აი ესე იგი დაიღუპა თვითმფრინავი და დაიღუპნენ ჩვენი შვილებიც, ხო? თურმე ტელევიზიაში 3 საათზე უკვე ცოდნეთ ამის შესახებ და იყო ერთი უბედურება.
შემდეგ თამრიკო მოლაშვილმა დარეკა, რომ იმ თვითმფრინავს ვერ მიუსწრეს ჩვენებმა. და აი ამიტომ შემთხვევით გადარჩნენ კიდევ. ვერ მიუსწრეს. შემდეგი რეისით გაფრინდნენ სოხუმში. იცით, აი ეს ტკივილები, ეს ყველაფერი იყო, ყოველთვის არ იყო ისეთი ტელევიზიასთან დაკავშირებული. მაგრამ იმდენი რამ იყო ხოლმე ზოგჯერ დაკავშირებული ტელევიზიასთან კურიოზები. პირდაპირ ეთერი, რა თქმა უნდა, მე მახსოვს, მთავრობის სასახლიდან მიყვავდა პარადები 7 ნოემბერს, 1 მაისს. და ესე იგი მონიტორი იყო ტელევიზორი და იმაზე გამოსახულება გვეძლეოდა მონიტორზე. ვიღაცამ კაბელს გაკრა ფეხი და გამოითიშა, ტელევიზორში გამოსახულება აღარ იყო და დამიქნიეს იქ ავტობუსიდან ხელი, გააგრძელე კითხვა არა უშავს, იმიტომ კოლონები განაგრძობდნენ სვლას და მოდიოდა ორჯონიკიძის რაიონი. და მე მთელი პათოსით ვკითხულობ, რომ აი მოდის ჩვენი კუნთმაგარი, ჯანმაგარი ახალგაზრდობა მოაგვწი აწეული დროშები და თურმე ამ დროს ვეტერანების კოლონა მოდის უკვე ეკრანზე ძლივს მოალასლასებენ ფეხებს ესენი და მე ესე ქალბატონო ჟანეტა, თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს ჯანსაღი ცხოვრების წესი? ჩემი პრინციპი არის რა იცით, რომ ადამიანებმა იცით იცხოვრონ კანონების მიხედვით და იმაზე უკეთესი კანონი არ არსებობს, ვიდრე 10 მცნება. აი, ყველაზე კარგი კანონი, ყველაზე კარგი და მე ყოველთვის აი იცით რას მოუწოდებ ადამიანებს, აი ნუ დაიუნჯებთ საუნჯეს დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს და არც ქურდები თხრიან და იპარავენ, რადგანაც სადაც შენი საუნჯია, შენი გულიც იქ იქნება. აი, და ჩემი პრინციპია არაფერი ზედმეტი. მე არაფერზე გული არ მწდება, მე უბედნიერესი დედა ვარ, შესანიშნავი შვილები მყავს, ბრწყინვალე 2 შვილიშვილი მყავს, გოგონები. ჟანეტა არჩვაძე, შესანიშნავი ბეჯითი ფრანგულ კოლეჯში სწავლობს და პატარა ანა, რომელიც წელს მაჩუქა კახა და უბედნიერესი ქალი ვარ. შესანიშნავი შვილები მყავს და შესანიშნავი შვილიშვილი, ასე რომ სხვა სიმდიდრე ჩემთვის არასოდეს არც ყოფილა მნიშვნელოვანი და არც იქნება. დახმარებისათვის მადლობას ვუხდით ყავის სახლს რიო არაბიკა.